ახალგაზრდა შემოქმეთა კლუბი ლემადე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩინებას, მათ გაცნობას საზოგადოებისთვის და ასევე მათი ნიჭის კიდევ უფრო ჩამოყალიბებას. შემოქმეთა კლუბი ლემადეში არიან ახალგაზრდები, როგორც პოეტები, ასევე პროზაიკოსები, ყავს მომღერლები, კომპოზიტორები, ასევე ჩვენი კლუბის წევრები არიან მხატვრები და ყველა იმ სფეროს წარმომადგენლები, რასაც შეიძლება რომ დავარქვათ ხელოვნება. შესაბამისად, ჩვენი კლუბი ემსახურება საღამოების ჩატარებას, გამოფენების მოწყობას, მუსიკალური და ლიტერატურული შეხვედრების ჩატარებას, როგორც შიდა წევრებთან, ასევე წარმატებულ ხელოვანებთან და ამით ჩვენ წევრებს აქვთ საშუალება, რომ გაეცნონ უკვე შემდგარ წარმატებულ შემოქმედებს და მათგან მიიღონ ის გამოცდილება, რაც მომავალში დაეხმარებათ გზის გაკვალვაში და წარმატების მიღწევაში. გარდა იმისა, რომ ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმეთა კლუბი, დიდი ინტერესის გამო ჩვენ მივიღეთ წევრები სხვა უნივერსიტეტებიდანაც, ასევე გავხსენით სკოლებშიც წარმომადგენლობა და ასე მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებსაც აქვთ საშუალება გახდნენ ჩვენი წევრები და ისინი ილიას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საღამოებში ღებულობენ მონაწილეობას როგორც ჩვეულებრივი წევრები. ასევე დიდი ინტერესის გამო მივიღეთ წევრები უნივერსიტეტ დამთავრებულებიც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ორიგინალური კლუბი, რადგანაც ერთმა კლუბმა შეითავსა ძალიან ბევრი ფუნქცია, გაერთიანა რამდენიმე უნივერსიტეტის და სკოლის მოსწავლე და რამდენიმე ფუნქციას დაემატა ისიც, რომ ხელოვნების გარდა ვაპირებთ გავხსნათ იუმორისტული კლუბები, ჩავატაროთ იუმორისტული საღამოები, ასევე სპორტული შეჯიბრებები და რაც მთავარია, ჩვენი წევრების კიდევ უფრო გასახალისებლად დავგეგმოთ ექსკურსიები თუ სხვა შეჯიბრებები. და ასევე რაღაც სხვა პროექტებიც გვაქვს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი წევრები იყვნენ წარმატებულები და რაც მთავარია, ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებაში და ისწავლონ რა არის სწორი და უფრო სწორ გზას დაადგნენ, ვიდრე ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს ადგას. აქედან გამომდინარე, შემოქმეთა კლუბი ლემადეს როლი ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდია, როგორც უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.